2 საათის ნაცვლად საათსა და 15 წუთში ისწავლა. დღეს ელისომ უნდა ისწავლოს მოპედის ტარება და მოვედით ჰოსტელში, რესტორანში და travel service-ში და ბაიკის სწავლებაში და ცოტა ბუღალტერიც არიან, ცოტა ძიცაც. ხოდა მე დავიბენი თავიდან სანამ არ მიხდეს. უეჭველი აქ არისო, ანუ ვერ ვენდი ასეთ ადგილს და მივდიოდი სხვაგან. ამიტომაც ზუსტად ჩამოყალიბდი რასაკეთებ. ანუ სამი ბიზნესი ერთში. თუ მეტი არა. ხო, travel tour ticket-ი, motorbike car hire, taxi services აქვს, სამრეცხაოც აქვს. სასტუმროც არის, რესტორანიც არის. შეგი რამდენი ბიზნესი გამოდის ერთ შენობაში. რაც უფრო ბევრ რაღაცას ჩატანი, მით უფრო ნაკლები დამაჯერებლობა გაქვს თითოში. ხო, ეხლა სხვა გზა არ არის, უბრალოდ მეტი არა, თორე სხვაგან წავიდოდი. აი, აქ არის ელისო, მოკლედ, დავტოვე. დამოუკიდებლად რო გამოვადეს ყველაფერს და ნახოთ, ჩემი აზრით 100% ისწავლის წარებას. როგორი იყო? შიშის გადალახვა. კარგი გრძნობა, რისის ყველაზე მეშინა მოხდა და მაგის მიუხედავად რომ გავაგრძელა, კარგი არის. თავარი არის, რომ რაღაცა სხვა ჩვევა რომელიც გაქვს, ყველაზე კრიტიკულ საშიშ მომენტში იმ სხვა ჩვევას ისე აკეთებ, რომ არ ფიქრობ და კვადროციკლზე მაგალითად შეჩეული რა ვიყავი, რომ მარჯვენა ხელი არის ტორმოზზე, შემთხვევით აქ გაზ ჩავაჭირა და კინაღამ შევასწრდი მანქანას, მაგრამ ზუსტად აი ეგ მომენტი მერე გახსენებს, რომ მეორაჯერ აღარ დაუშვა იგივე შეცდომა. დასკვნები ძალიან პატარა ტანი, რადგან მაქვს შეიძლება რომ ვატარო მარტო ძალიან პატარა ბაიკი ჯერჯერობით და ჯერჯერობით უკან ვერავის ვერ მოვისვა, იმიტომ რომ სიმძიმის შემთხვევაში უკვე ბალანს ვეღარ ვიჭერთ. ეგ არის დასკვნა.